დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემა სტუდია ნომეროს, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონ ლევან. გესმით ხომ ჩემი ხმა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევით. დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ლევან, ჩვენ 4 ოქტომბრის შემდგომი მოვლენები და პროცესები მინდა შევაჯამოთ. ქვეყანაში არსებული ამ წუთას პოლიტიკური რა გამოწვევები, რა მდგომარეობა და რა მოცემულობა ჩვენს ქვეყანაში და შემდეგ უკვე ზოგად კითხვებსაც დაგისვავთ მთელი კვირის განმავლობაში, რაც განიხილებოდა იმ თემებიდან. მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავტორიტარიზმის ახალ ეტაპზე გადავედით. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნას იმ ტიპის რეჟიმი, სადაც უკანონობა, ჩაგვრა იქნება კანონიერი. ანუ ჩვენ შევდივართ იმ ეტაპზე, როდესაც უსამართლობას ექნება უკვე კანონის ფორმა. და ვხედავთ, როგორ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, რომ მიიღოს ისეთი დადგენილებები, რომლებიც ქუჩის გადაკვეთვაზე 15 დღით პატიმრობას იწვევს, როგორც ცდილობს მიიღოს ისეთი აქტები, რომლებიც შემდგომ ერთ პოლიტიკურ პარტიას და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას კი არა, ვინც არ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ პარტიას აკრძალავს და ასე შემდეგ. ასევე 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი რეალობა, რომ ოპოზიციის ორივე ფლანგი, ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტებიც და არჩევნების მომხრეებიც არიან სრულად დემორალიზებულები და დამარცხებულები, იმიტომ რომ ბოიკოტისა და რევოლუციის კომბინაციამაც არ გაამართლა და შედეგად ჩვენ მივიღეთ უამრავი უბრალო მოქალაქის დაჯარიმება, ზოგიერთი დააპატიმრეს, ზოგიერთს 6 წლით საპატიმროში ყოფნა ემუქრება. ეს არის ერთი ხაზი, რაც აი ამ რევოლუციამ მოიტანა, უამრავი ადამიანის გაუბედურება, დაპატიმრება და ასე შემდეგ. და მეორე ხაზი ეს არის არჩევნების სტრატეგია, ხო? ამ მიმართულებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე ცოტა წარმომადგენელი ქართულ ოცნებას ეყოლება რუსთავის საკრებულოში. ანუ საკრებულოს წევრთა 87% ეყოლება იქ და ეს ითვლება ყველაზე ცუდ შედეგად. ანუ ტოტალურად მათ ხელში ჩაიგდეს თვითმმართველობის ორგანოები და საქართველოში ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ამბის გამოტანიც კი არ იქნება საკრებულო. ბატონ ლევან, აი ამგვარი ტიპის არჩევნები მიიღო მონაწილეობა. კი, აი კითხვას დაგისხოთ თუ შეიძლება. აი ამგვარი ტიპის არჩევნები, რომელიც აჩვენებს, რომ სრულად ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოიპოვა უპირატესობა. საერთოდ ზოგადად აი ამ არჩევნების პროცესსაც უკარგავს თუ არა რაღაცნაირად შინაარს, იმიტომ რომ არანაირი კონკურენტუნარიანობა, არანაირი ცვლილება არ მიგვიღია, პრაქტიკულად არანაირი ცვლილება არ მიგვიღია. არ თვითმმართველ ორგანოებში, არც ქალაქის დედაქალაქის ნაწილში. ზოგადად აი თუნდაც ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული, მაგალითად პოლიტიკური პარტიების ამკრძალა ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ესეც არის თუ არა ოპოზიციის რაღაცნაირად როლის დაქვეითება, დაკარგვა. საერთოდ ქვეყანაში ოპოზიციას ხო ეს როლი აკისრია, რომ რაღაცა კრიტიკული შეფასებები ქონდეს, ახალი ინიციატივები ქონდეს. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ და ამ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების მისამართით რაიმე კრიტიკული ითქმება, მაშინ შეიძლება ძალიან მარტივად აი ამ კანონით აკრძალონ პოლიტიკური პარტია, ხომ? რაღაცნაირად აი ეს კრიტიკა, თავისუფალი სიტყვა, აი ბოლო დროს აი ამ მიღებული კანონებიდან უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს თუ ვერ ხედავს, თქვენ როგორ გგონიათ მაინც რა დამოკიდებულება შეიძლება იყოს? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მოდით დავშალოთ თქვენი შეკითხვა რამდენიმე ნაწილად, ხო? აი პირველი თემა არის არჩევნების საკითხი. რაში ჭირდება არჩევნები ავტორიტარულ რეჟიმს? ავტორიტარული რეჟიმები არჩევნებს ატარებენ ერთადერთი ამოცანით, რომ ჩაატარონ პლებისციტი საკუთარი თავის შესახებ. აქვთ საზოგადოებაში ნდობა თუ კრიტიკული მასა არის მათ წინააღმდეგ განწყობილი. აი ესეთი პლებისციტის ტიპისკენ ჭისყრა ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და ამ ეტაპზე ისინი ფიქრობენ, რომ იმისთვის რომ რეჟიმი შეინარჩუნონ, აი ამისთვის საკმარისი ოდენობის ადამიანები მათ მხარეზე არიან, ხო? აი ეს ერთი რამ გაზომეს, ერთადერთი რამ გაზომეს ამ არჩევნებშიც და მომავალშიც თუ ესეთი ავტორიტარული რეჟიმი შენარჩუნდება, არჩევნებს ისევ და ისევ ეს ერთი მიზანი ექნება, გაზომოს
ასე რამდენად ორგანიზებული არის მისი ხარდამჭერების კრიტიკული მასა. ეს ერთი საკითხი. მეორე თქვენ პარტიებზე ისაუბრეთ, ხო? ავტორიტარულ რეჟიმებს ასევე ახასიათებთ ერთი განსაკუთრებული თვისება, ეს გახლავთ დანიშნული ცრუ ოპოზიციის ჩამოყალიბება. მე ბევრჯერ მithქვამს ეს თქვენი მაყურებლისთვისაც და სხვაგანაც ისაუბრე ამის შესახებ, რომ თქვათ მაგალითად გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობდა უამრავი პოლიტიკური პარტია. თქვათ მაშინ და Volkskammer, ესე ვთქვა, სახალხო პალატაში წარმოდგენილი იყვნენ ლიბერალ-დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები, გლეხთა პარტია და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად 40 წლის განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მართავდა ერთი კომუნისტური რეჟიმი. და ეს ოპოზიციური პარტიები იყვნენ უბრალოდ ფიქცია და უბრალოდ შექმნილი იმისთვის, რომ დემოკრატიული ფასადი შეექმნა აი ამ რეჟიმს. ქართული ოცნებაც ამ მიმართულებით მიდის. მას სურს, რომ აკრძალოს ყველა მისი რეალური ოპონენტი და ყავდეს ფასადისთვის მის მიერ კონტროლირებადი და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მესამე ნაწილს, რომ საზოგადოება ეგუება ამ კანონებით რეჟიმის გამკაცრებას თუ არ ეგუება. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს მე ეს გამკაცრებული კანონები არ შემეხება, შეეხება სხვას, ამიტომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი. უბრალოდ როცა რეჟიმი შედის ეშხში, როდესაც რეჟიმი ესეთ მკაცრ, სასტიკ, დაუნდობელ სახეს იღებს, ხომ კანონების მიღებას აქვს ორლესული מחვილის სახე. შეიძლება დღეს ამ კანონებით ქართულმა ოცნებამ მოსხიპოს პოლიტიკური ველიდან, თქვათ პირობითად, რომ თქვათ ლიბერალები, რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ნაცები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ გალესილი מחვილით ხვალ იგი თავს დაესხმის მემარცხენეებსაც, კონსერვატორებსაც, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. და ხვალ და ზეგ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ რომ უკანონო განაჩენი გამოგიტანოთ სასამართლო და ქუჩაში მოვიდეთ გამოსვლა და გაპროტესტება თქვენს მიმართ აი ამ სამართლობის, უკვე თქვენც ვეღარ შეძლებთ გარეთ გამოსვლას, უკვე თქვენი ხმაც ჩახშობილი იქნება, უკვე თქვენც შეშინებული იქნებით და უკვე თქვენც დაგემუქრებათ ის რეპრესიები, რომელსაც ქართული ოცნება იღებს დღეს. ასე რომ ეს კანონები არის უნივერსალური, ანუ ეხება ყველას და თუ დღეს ამ წუთას პირდაპირ ჩვენზე არ ვრცელდება, თქვათ ეს 15 დღიანი პატიმრობა და სხვა რეპრესიები, ხო ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს ქუჩაში გამოსვლა და უკვე ჩვენზე თითოეულ ჩვენგანზე გავრცელდება. ასე რომ სანამ ამ უფლებებს ბოლომდე დავკარგავთ, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა და ესე გუბრილად არ უნდა ვიყოთ გამოსვლა. დღეს უკვე 65-მდე გაიზარდა დაკავებული პირების რაოდენობა, უпростоრად 62 ადამიანი ამ წუთის მონაცემებით დაკავებული 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს კიდევ 16 პირის დაკავება მოხდა. აი ამ ადამიანებზე, აი ამ დაკავებების სერიაზე მინდა გკითხოთ, ზოგადად სახელმწიფოს აქვს პასუხი მათთან მიმართებაში, რომ ისინი არიან კანონდამღვევები და აქედან გამომდინარე იქნება ქართული ოცნების ხელისუფლება ყველა ასეთ ადამიანთან შეუვალი, მათ შორის თქვენს რომ უკვე იქნებიან ეს არასრულწლოვნები თუ ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა. კობახიძის განცხადებით გავიგეთ, რომ ისინი იქნებიან ამ ადამიანების მისამართით აბსოლუტურად შეუვალები და უფრო მეტად მკაცრები, ვიდრე ოდესმე ყოფილან. ამიტომ ჩვენ ეს განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ ქართულ ოცნებას არანაირი კომპრომისული ნაბიჯი არ წარმოუდგენია, საერთოდ დარწმუნებული ვარ, არ აქვთ რაღაცნაირი მზაობა, სურვილი, ფიქრიც კი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ სახელმწიფოს წარმოადგენენ და ამ ადამიანებთან რაღაც საერთო ენის გამონახვა მათი უშუალო პასუხისმგებლობაა. ამიტომ თქვენ როგორც ანალიტიკოსი, როგორც პოლიტიკურ პროცესებზე, ასე ვთქვათ, დამკვირვებელი ადამიანი, როგორ გგონიათ, რამდენად სწორია სახელმწიფო მოხელეები, ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, საერთოდ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ ადამიანების პროტესტის შეგრძნებაზე, ანუ
რა შეიძლება კარგმა საჯარო მოხელემ სახელმწიფო პირმა და არ ვიცი მთავრობის მეთაურებმა აკეთონ ამ ადამიანებთან როგორი ნაბიჯები და რა მიდგომები უნდა გქონდეთ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ კი ასე გაგრძელდება, მაშინ მართლა მივიღებთ რომ რა ვიცი მთელი ახალგაზრდობა ალბათ ციხეში დროთა განმავლობაში ყოველ დღე თუ 10 ადამიანს დაიჭერენ, ალბათ ის ადამიანები მალე ვეღარ შეიკრიბებიან, რომლებიც გარეთ დგანან, იმიტომ რომ ყველა ან ადმინისტრაციული წესით არის აჯარიმებული და უკვე მართლა 5000 ლარიან ჯარიმებს ვეღარ აუდიან ახალგაზრდები, ან კიდევ ციხეში ზიან. არავის დამცველად არ გამოვდივარ ამ წუთას, უბრალოდ თვითონ სახელმწიფო ასე ვთქვათ მოწყობა რამდენად არასწორია, როდესაც ადამიანებს გონიათ რომ ამ ადამიანებთან თვითონ კი არ უნდა გადადგან ნაბიჯი და მივიდნენ და მათზე პასუხისმგებლობა არ აიღონ, არამედ ამ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ. აი აქ რა ნაწილში გვაკლია, რა სახის კომუნიკაციაა საჭირო, რა სახის დათმობებია, როგორ უნდა მოეწყოს ეს პროცესი ისე რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ აი ამ კრიზისიდან. პირობითად რომ ვიგულისხმოთ ჩვენ. თქვათ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში არის პრეზიდენტი შევარდნაძე. რას გააკეთებდა ის? ის ჩავიდოდა მოქალაქეებთან, შეეცდებოდა მათთან დალაპარაკებას, შეეცდებოდა კონსენსუსის გზით სვლას, შეეცდებოდა რომ გაითვალისწინებინა რაღაც შენიშვნები, რაც საქციის მონაწილეებს აქვთ და ამით ჩააქრობდა სიტუაციას, ხო? ანუ მე ხა აპოლოგია არ მინდა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, უბრალოდ მეთოდზე და მიდგომაზე ვამაყობ ყურადღებას. როცა ხელისუფლებას სურს დაალაგო სიტუაცია, როცა ხელისუფალს აქვს გამბედაობა, რომ მოწინააღმდეგეს დაელაპარაკოს, როცა აქვს ჭკუა, აქვს დიპლომატია, აქვს საღი ნერვები, ის ამ ნაბიჯს დგამს და მიდის, ასე ვთქვათ, კომპრომისების გზით და ცდილობს, რომ ამ კომპრომისებზე დააშენოს კონსენსუსი. მაგრამ, ვთქვათ, ჩვენ ყოლია ისეთი პრეზიდენტები, როგორიც არის, ვთქვათ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც სწორედ ამბობდა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ჩემი მოწინააღმდეგეს მიმართ მე ვიქნები გულგრილი, გავანადგურებ მათ, მიწასთან გავასწორებ მათ, დავაპატიმრებ მათ, ვაწამებ მათ, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და ანადგურებდა თავის ოპონენტებს, ამას ჩვენ ხედავდით. ქართული ოცნება დაადგა სააკაშვილის გზას. ისინი თუ ამბობდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ეს ამბობს ნული თანაგრძნობა და ამბობს, რომ ვინც ჩემთან არ არის, ის ქართველი არ არის. ვინც ჩემ მხარეზე არ არის, იმას ეზისხება ეს ქვეყანა. ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს, ის უსამშობლოა და გამოცხადებული აქვს ჯვაროსნული ლაშქრობა ყველა მოწინააღმდეგის მიმართ. უნდა რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე იყოს უბედური, არ კონდეს ხელფასი, არ კონდეს სამუშაო ადგილი, არ კონდეს ხმის ამოღების უფლება, ეშინოდეს და ასე შემდეგ. ესა ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა. თქვენც ალბათ იხილეთ, თქვენმა მაყურებლებმაც მოусმინეს ერთ ქრისტიანობაზე თავს როდებს და კათოლიკური ეკლესიის ამბიონს რო თავს ურახუნებს, აი ისეთი ფილოსოფოსის გამოსვლა, ხო, რომელმაც თქვა პირდაპირ ზაზა შათირიშვილმა, რომ თან თქვა ეს ნახევრად იუმორისტულ დაბიო გადაცემაში, რომ სიცილხარხალით თქვა, აი ნულოვანი თანაგრძნობით თქვა. ეს ყველაფერი, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილიო უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან. კი, აი სწორედ ამას გეკითხებით, ქართული ოცნების უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაშიო და ესა ყველაზე საშიში, აი დავასრულებ ერთ წამში. ესა ყველაზე საშიში, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ქვეყანა არის მხოლოდ მათი და მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც ბიძინა ივანიშვილივით ფიქრობენ. და ჩვენ ვინც ბიძინა ივანიშვილით ავფიქრობთ და მის, ასე ვთქვათ, ფინანსურ კალაპოტში არ ვსხედვათ ან სხვანაირი ღირებულებები გვაქვს, ეს ქვეყანა ჩვენი არ ყოფილა და ეს არის უსამართლო მიდგომა, ეს არის აბსურდული მიდგომა და ამას არ უნდა დავემორჩილო. აი, სწორედ აი ამ დამოკიდებულებაზე მინდოდა მეკითხა თქვენ საბრძანეთ და მეც დაგეთანხმებით ქართული ოცნების ლიდერებს ბოლო დღეებში რომ ვუსმენ, ისინი იმ ადამიანებზე, რომლებსაც პროტესტის გრძნობა გააჩნიათ, ნუ გასაგებია, აუცილებლად უნდა იყოს პროტესტის გრძნობაც გამოხატული არა რადიკალურად და ისე რომ რაღაცნაირად ზომებს და ასე ვთქვათ, ყველაფერში სტანდარტებში იჯდეს, მაგრამ ნახეთ რას მინდა ხაზი გავუსვა. დამოკიდებულება არის ქართული ოცნების ლიდერებიდან ისეთი, რომ ეს რა საზოგადოება
საზოგადოება. ანუ თვითონ ამ ადამიანების მიმართ აი ასეთი დამოკიდებულება მე ვიღაც მაყურებელი დამირეკავს და რაღაცნაირად მხარეთ გამომაცხადებს, მე პირადად ან გამლანძღავს, ან ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც შენ სახელმწიფოში ამდენი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში იკრიბება, ამ ადამიანებზე უნდა გქონდეს თუ არა რაიმე რეაგირება, თუნდაც რაღაცა დაელაპარაკო ამ ადამიანებს, მოусმინო რას ფიქრობენ, რა უნდათ და ასე შემდეგ, რა სახის მიდგომა და არა ასე რომ გარიყო და პირიქით უთხრა რომ თქვენ რა ადამიანები ხართ. აი ესეთი დამოკიდებულება რამდენად სწორია. აი ამას და რა ნაბიჯები გადაიდგმება მაშინ აი ასეთ დროს თუ ნაწილს გავყვებით, ქართული ოცნების ამ მიდგომას გავყვებით, მაშინ დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ყველას მაგალითად ვიხილავთ ციხეში ამ ადამიანების უმრავლესობას, იმიტომ რომ თქვენ აგერ ნახეთ რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც კი 5000 ლარიანი ჯარიმა მიუვიდა ხომ სახში ქუჩას კეტავდა როგორც ჩანს. ხო და ანუ და ნახეთ სურათები სად დგას მონიშნული აბსოლუტურად რომ ქუჩის დაკეტვა ერთ ადამიანს შეუძლია. ანუ მოკლედ ხედავთ რა დამოკიდებულებაა და აქედან გამომდინარე ვამბობ, როდესაც აი ასეთი მიდგომები აქვთ ყველას მიმართ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს? გამოსავალი რა შეიძლება იყოს? კონსენსუსამდე როგორ უნდა მივიდნენ დაპირისპირებული მხარეები? იცით, ჯერ თქვენი კითხვის შინაარსზე გავამახვილებ ყურადღებას, აი მართლა შემაძრწუნებელია ის რაც ხდება, რომ ასე ვთქვათ, ადამიანებს ესე სასტიკად უსწორდებიან და ესეც სასტიკს ასჯელს აკისრებენ ხოლმე. მე იმის მომხრეც ვარ, რომ თუ ვინმე რამეს დააშავეს, ის დაისაჯოს, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური. სადაც შეიძლება ჯარიმა იყოს 500 ლარი, იქ 5000 რო აკისრებ. სადაც 5000 რო შეიძლება იყოს ჯარიმა, იქ ციხეში რო უშვებ ადამიანებს. სადაც უბრალო შენიშვნით ან ადმინისტრაციული სახდელით რომ უნდა შემოიკრიბო, იქ სპეცრაზმით რო შედიხარ და ძაღლებს რო ემუქრები და 4 წლის ბავშვებს რო იარაღს ადებს, ეს არის პრობლემა, ხო? ანუ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ნადირობს მის მოწინააღმდეგეზე. ეს მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს დამნაშავე, არ იყოს დამნაშავე და ასე შემდეგ, მაგრამ ნადირობა, სასტიკი მომყრობა, ესეთი დაუნდობლობა, თუნდაც დამნაშავის მიმართ, თუნდაც ცოდვილის მიმართ, რამდენად გამართლებულია იმ ქრისტიანული ფასეულობებით, რომლებიცაცაც ესენი ქადაგებენ, ხო? მე ქართული ოცნება მაგონებს აი იმ ხალხს სახარებიდან მეძავი ქალის ჩაქოლვა რო უნდათ, თვითონ რო 100-ჯერ მეტი ცოდვები ჰქონდათ, თვითონ რო უამრავი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, მაგრამ მზად იყვნენ რომ აგურებით და ქვებით ჩაეკოლათ ადამიანი, რომელიც ცოდვაში რისთვის აღმოჩნდა, რატომ აღმოჩნდა, ეგ კიდე საკითხავია და მისი გამოკვლევა უნდა იყოს ნორმალური სახელმწიფოს და ნორმალური ზრუნველი პოლიტიკური სისტემის მიზანი. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის წინააღმდეგობაში. ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს, რა საშუალებებიც გვაქვს, მშვიდობიანად და კანონიერად უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ამ რეჟიმს. და აი მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, წინააღმდეგობა მესახება არა მხოლოდ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე საუბარში, არამედ ჩემთვის წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნელ-ნელა დემოკრატიასთან და ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად საუბარი დავიწყოთ ამ ქვეყანაში, თქვათ, წამლის ფასებზე, როგორი ხელფასები აქვთ ექიმებს, რატომ არ გვაქვს სოლიდარული საპენსიო სისტემა, რომ ჩვენს მოხუცებს უკეთესი სოციალური პირობები გქონდეს. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ ავტორიტარიზმზე და ევროპასთან ინტეგრაციაზე საუბარი კი არ არის, უნდა დავიწყოთ მსჯელობა ჩვენ იმის შესახებ, როგორ ვიყენებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს. რატომ არის მაგალითად, რომ ბაღდადში ერთ ოლიგარქს, ვინმე კოლხოზეს ეკუთვნის ტყეები, ხეობები, საძოვრები და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აძევებს იმ ტერიტორიებიდან. დღეს წინააღმდეგობა არის ის, რომ ევროპასთან და დემოკრატიასთან ერთად ჩვენ საუბარი დავიწყოთ იმაზე, თუ რატო ასხვისებენ ბალდაში მთელი მდინარის ხეობას და რატო უნდათ იქ რომ ბეტონის მანქანები შეიყვანონ და ჩაასხან და ჩაკეტონ და გაუბედურონ ის გარემო. საუბარი უნდა დავიწყოთ ჭიათურელებზე, მათ გასაჭირზე. თქვენ იცით რომ უამრავი ადამიანი არჩევნების
არჩევნების შემდეგ 2024 წლის არჩევნების შემდეგ არის უმუშევრად იქ დატოვებული და ასობით დღე იქ პროტესტი გრძელდება და არავის ყური არ შეუბერტყავს რომ იმ ადამიანების გვერდით დამდგარიყო. ჩვენი სტუდენტები რომელსაც დღეს რაღაც განათლების რეფორმით ემუქრებიან და განათლების რეფორმით უპირებენ მდგომარეობის გამოსწორებას, ხო, არიან უბინაოდ, უსამსახუროდ, შემოსავლის გარეშე, ხარისხიანი სწავლის გარეშე. აი ამ თემებზე თუ არ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, მხოლოდ ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლით ეს ხელისუფლება ვერ მარცხდება, ეს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, მათ უკვე აუღეს ალღო აი ამ ტიპის პროტესტს, რომელიც აი მინიმალური დემოკრატიის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ მინიმალური დემოკრატია კი არ უნდა მოვითხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ ნამდვილი დემოკრატია, რომელიც გულისხმობს დემოკრატიას, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისთვისაც და არ არის სასარგებლო მხოლოდ რომელიღაცა ელიტური ჯგუფებისთვის ან მხოლოდ ქალაქის ერთ რომელიმე ნაწილში მცხოვრები ადამიანებისთვის. და აი ამის გააზრება რაც მალე მოხდება, მით უკეთესი, თორემ რეჟიმი კიდევ ერთი კითხვა. ძალიან სწრაფად და ჩვენ ნელა. კი, აი ერთი კითხვა მაქვს დღეს ჩვენ მოვისმინეთ კობახიძის მხრიდან რაღაც კონკრეტული ინიციატივები, გადაწყვეტილებები განათლების სფეროში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით და თქვენი შეფასება ძალიან საინტერესო იქნება იმაზე, რაც გაჟღერდა და რაც პირველად დონეზე მოვისმინეთ მათი მხრიდან. ძალიან კარგია ზოგადად ცვლილებები განახლება და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომ ინტერესი არსებობს სახელმწიფო დონეზე, თუმცა აი თქვენი შეფასებები როგორია მაგალითად მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით, აი უშუალოდ თუ გაეცანით, რაც ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, აი აქედან გამომდინარე იგივე სამუშაო კომისია იქმნება განათლების სისტემაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანების სახეები იმუშავებენ აი ამ თემებთან დაკავშირებით, არ ვიცი რამდენად გაეცანით მათ სიას. აი ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ზოგადად რა სახის ცვლილება არის ეს და ელოდებით თუ არა სერიოზულ ძალიან კარგ რაიმე ცვლილებას აი ამ გადაწყვეტილებით, რომელზეც მოვისმინეთ. რაც თავი მახსოვს განათლების რეფორმას ვითხოვთ მე და ჩემი მეგობრები. ამიტომ გეკითხებით თქვენ, სწორედ. ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია. მე ხა დეტალებში არ შევალ. უბრალოდ რამდენიმე პროცედურულ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, ხო? აი კომისია ახსენეთ. კახა კალაძე ამ კომისიაში. თეატრულოკიანი ამ კომისიაში და სხვა ულტრაინტელექტუალები გააწევრიანეს ამ კომისიაში, რომელთაც განათლების სისტემასთან არასდროს კავშირი არ ქონიათ და არაფრის აზრი არ არიან და ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაუნათლებელია. ხო, აი გაუნათლებელი ადამიანების ხერპრეების მონაწილეობით უნდა გაატარონ განათლების რეფორმა? ეს ერთი შეკითხვა. მეორე შეკითხვა გახლავთ ის, რომ თუ შენ რაიმე რეფორმას გეგმა ეს რეფორმა პირდაპირ კი არ უნდა წარადგინო რაღაც პრესკონფერენციაზე შენ საყვარელ ჟურნალისტებთან ერთად. არამედ ჯერ ეს იდეა უნდა დაამუშაო აკადემიურ წრეებთან, უნდა შეხვდე მათთან ერთად უნდა განიხილო, მისი ასე ვთქვათ პლუსები, მინუსები უნდა შეაგროვო და ადამიანები და პროფესურა ტელევიზორიდან კი არ უნდა იგვებდეს, რომ რამე რეფორმას ატარებენ, ან რამე ექსპერიმენტი უნდა ჩაუტარონ მათ. არამედ თვითონ უნდა იყვნენ ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ბატონ კალაძეს თავის, ესე იგი, ადეიშვილის მოადგილის გარდა მგონი მინისტრი რო არის დღეს განათლების, არავისთან არ შეუთანხმებია ეს გეგმა და პირდაპირ ტელევიზორით გამოაცხადა. და მესამე საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ხო? ცოტა სიმამაცი აკლიათ ხოლმე იმ ადამიანებს, იმ მეცნიერებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს 2013-14 წლებში დაუწერეს განათლების რეფორმა. ხო, ერთი რეფორმის პროექტი უკვე არსებობს. ის რატომ უარყავით? ვინმე თქვა ამაზე დასაბუთებული პასუხი გაგვცეს, ამაზე არავის არ გაუწია პასუხი. ან რეფორმების 22 ტალღას ანონსებენ მგონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ესები თუ 13 წლის განმავლობაში, ხო? აი იმ ტალღებს რა ბედი ეციათ. ასე რომ მე რჩება შტაბეჭდება, რომ ამ განათლების რეფორმის ერთადერთი მიზანია, რომ რაც სააკავშირმა გააკეთა, რომ უნივერსიტეტებში მოიყვანა ისეთი პროფესურა, რომელიც თვითონ აწყობდა და მის მიმართ იყო ლოიალური. ეხლა ოცნებას აქვს სურვილი, რომ უნივერსიტეტებში დატოვოს მხოლოდ ის პროფესურა, რომელიც მის მხარეზეა, რომელიც მას შეაქებს, რომელიც მას გაუმაგრებს ზურგს და დანარჩენები
გამოაგდოს და გამოჩენები დაჩარდოს და ეს მიდგომა არასწორია. შეიძლება ზოგიერთს გაუხარდეს ეხლა რომ აი თქვა გიგითევზაძე ცუდად იქნება და ასე შემდეგ. და მე მგონია რომ თუ სახელმწიფოებრივად მივუდგებით ჩვენ საქმეს, რეფორმების მიზანი არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გარიყვა, არამედ აკადემიური და ხარისხის ნიშნით უნდა შედგეს და დაკომპლექტდეს უმაღლესი სასწავლებლები და განათლების სისტემა და არა რაღაცა პარტიული სიმპათიების მიზნით. ასე რომ ნუ გაგიხარდებათ ვინმეს გაუბედურება, ვინმეს გაგდება უნივერსიტეტებიდან, რომელიმე უნივერსიტეტის დახურვა, იმიტომ რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ხდება ეს და არა აკადემიის გაუმჯობესების მიზნით. აი ეს კითხვა სწორედ იმიტომ დავსვი რომ დღეს ერთ-ერთმა მაყურებელმა დაგვირეკა და მან გითხრა რომ აი უნდა აცადოთო რა ქართულ ოცნებასო იმიტომ რომ თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ და აი მათ უკვე დაიწყეს ქვეყნის გადარჩენა განათლების რეფორმით და ამიტომ მაინტერესებდა რამდენად იმედიანად ხართ აი ამ პროცესთან დაკავშირებით განწყობილი თუმცა მოვისმინე უკვე თქვენი შეფასება და მადლობა ძალიან დიდი კალენდარი მივაწოდოთ თქვენ მაგ ტელემაყურებელს ხო კალენდარი, რომელზეც დატანილი იქნება 10 წლეულები. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს ძვირფასო მაყურებელ. ეხლა არის 2025 წელი. ასე რომ საკმარისი დრო გქონდათ, რომ გაეკეთებინათ რამე რეფორმა და რამე ეცადათ და როცა ესე იგი მოიგდეს მთელი ძალაუფლება ხელში და განადგურეს პარტიები, განადგურეს სამოქალაქო საზოგადოება, ახალი პარტიების წარმოქმნას არ შეუწყეს ხელი, მოსპეს მედია, ყველა გარიყეს პოლიტიკური ველიდან, ეხლა მიადგნენ უკვე სასწავლებლებს, რომ იქაც მიიყვანონ თავიანთი ანალიტიკოსები რო ყავთ ეხლა ეთერებში, ეხლა ისინი პროფესორები უნდა გახდნენ, ხო? ვიღაცები სააკაშვილის კუჭის ოპერაციებზე რო განცხადებებს აკეთებენ და რომელიღაცა საკრებულოს დეპუტატის ქალიშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას რო განიხილავენ პირდაპირ ეთერში, აი ის ანალიტიკოსები ახლა უნდა გახდნენ აკადემიკოსები. აი ბატონებო, როდესაც თქვენ აი თქვენ მსჯელობას რო გავყვეთ, მოკლედ პირველი კითხვიდან თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებს ზოგადად პასუხებიდან გამომდინარე წართმეული აქვს, ანუ თავისი ფუნქცია არ პასუხობს თავის შესასრულებელ საქმეს, აქეთ ასევე ვხედავთ რა მდგომარეობაა და ეტაპობრივად თქვენი საუბრიდან გამომდინარე სამწუხაროდ მე არანაირად კარგი შთაბეჭდილება არ მრჩება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოსავალი რა შეიძლება იყოს ასეთ დროს? ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ასეთი პოლარიზაცია, ის რომ ვერცერთ საკითხზე ვერასდროს ვერ ვთანხმდებით, პოზიცია იქნება ეს, ოპოზიცია იქნება, საერთოდ ოპოზიციის მნიშვნელობა შეიძლება მალე გაქრეს ხომ, თუ აი ასე გაგრძელდება, არ ვიცი, არც ოპოზიცია გვყავს წარმოდგენილი სადმე და არც მომავალშიც ალბათ პარლამენტში არ არიან თვითმმართველ ორგანოებში არ არიან, აგერ უკვე კანონები იქმნება, რომელთაც ოპოზიცია კარგი იქნება, ცუდი იქნება ეს ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, ისეთი იქნება ან როგორიც უნდა მართლ პარტიას, ქართულ ოცნებას, ან საერთოდ არ იქნება კრიტიკული ოპოზიციური პარტია. შემთხვევაში მაგალითად ტელევიზიებთან მიმართებაშიც ასე არის, თუ არ ესმით იქიდან კარგი, მხოლოდ და მხოლოდ საქებარი, ამ შემთხვევაში გონიხართ მუდმივად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და არ არის ესე ჩვენ არანაირად არ ვართ არასდროსაც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე მე პირადად არ ყოფილ ვარ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული, თუმცა ვიღაცამ დარეკა დღეს და მითხრა რომ აი გილოცავთო თქვენო ნაცი ხართო ბუნებითო და აი რა შეიძლება ასეთ დროს გამოსავალი იყოს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი პრობლემებია ადამიანების აი ამ ცნობიერში, დამოკიდებულებაში, შეფასებებში ძალიან ბევრი მესმის მე, როდესაც ინტერაქტიულ გადაცემებს ვუძღვები და აქედან გამომდინარე ძალიან მწყის აი ასეთი ტიპის დამოკიდებულება ამ ადამიანების მხრიდან, რომ ცით რა პენსია რო 1000 ლარი იყოს, მაინც უკმაყოფილო იქნებით თქვენ და მაინც გაუძღვებით გადაცემასო, სადაც იტყვით რომ არ არის საკმარისიო. აი არ ვიცი, თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ ადამიანების აი ამგვარ დამოკიდებულებაზე და სად უცოდავთ რა ნაწილში გვაქვს პრობლემა? ჯერ ესეთიც კმაყოფილი მუდმივად არ უნდა იყო და თუ გაუმჯობესება გიდა ვითარების, რაოდენ კარგი და შესანიშნავი გარემოც არ უნდა იყო, მაინც უნდა ცდილობდე რაღაც ახალის დანერგვას და ასე შემდეგ. ანუ 1000 ლარიც რომ იყოს პენსია, დიახ, უნდა მოვითხოვოთ 2000, იმიტომ რომ ადამიანები თავიანთი შრომით და თავიანთი ყოველდღიური გარჯით გაცილებით მეც იმსახურებენ. ხო, უამრავი პენსიონერია, რომელსაც არ ეღირს აღირსეული სიბირე და თუ მათ ეს მოითხოვეს, რა არის ამაში ცუდი?
არაფერი. ასე რომ ამაზე გული არ უნდა გაგვიტყდეს და ამის გამო კრიტიკა არ უნდა მივიღოთ. რომ დიახ, გვინდა უკეთესი და ჯობნი არ დაილევა და წინ უნდა წავიდეთ, ხო, მაგრამ ის ელემენტარულიც არა გვაქვს. და ელემენტარულ დემოკრატიასაც გვართმევენ და ამაზეც ხმა არ ამოვიღოთ. ეს არის გამოსავალი და ეს არის შემოტრიალება, ვითარები. კი, სამწუხაროდ ასე ხედავენ ადამიანები, რომლებიც თუნდაც პენსიონერის დასაცავად რაიმე ორ სიტყვი და იტყვი, რომ ამ ადამიანებს ის 300 ლარი ერთი თვის განმავლობაში არ ეყოფათ გაძვირებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში შენ რაღაცნაირად ნაც გეძახიან, აი ამ ძალიან მარტივი რაღაცის გამო, რომ ვიტყვი, რომ ადამიანს არ ეყოფა 300 ლარი დღეს გაძვირებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, მარტო ხელა პენსიონერი, როდესაც მირეკავს და მეუბნება 2 თვე ამ შიერი ვარ იმის გამო, რომ ოპერაცია გავიკეთე და წინასწარ გამოვიტანე 2 თვის პენსია, ეხა არ მექნება 2 თვე საჭმელიო. შემდეგ რაიმეს დასაცავს თუ ვიტყვი ამ ადამიანის მისამართით, მაშინვე ნაციონალური მოძრაობის რაღაცა მხარდამჭერი ვარ ან მათ რიგებში ვარ. აი, რამდენად არასწორია აი ასეთი მიდგომა. ლიზა, ამას ხურა, რა თქმა უნდა, არასწორია და რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი წყაროდან იღებენ ინფორმაციას და რასაც იმ წყაროდან იღებენ, გონიათ, რომ სიმართლეა. და ფიქრობენ, რომ მთელი ქვეყანა აშენდა და ხვალზე უკვე ისინიც გაბრწყინდებიან და კარგად იცხოვრებენ. სინამდვილეში იმ სამთავრობო არხებზე მეგობრებო, რასაც გაჩვენებენ, არის ყველაფერი ის რა ქვია, ტყუილი და პოციონკინის სოფელი და არაფერი ამ ქვეყანაში სასიკეთოდ, მით უმეტეს სოციალურ ველზე ნამდვილად არ ხდება. პირიქით, დანგრეული სოციალური სისტემა გვაქვს და ერთი კომპანიის ხელში არის მოქცეული რამდენიმე, უბრალოდ რამდენიმე კომპანიის ხელშია მოქცეული საავადმყოფოს ბიზნესიც, დაზღვევის ბიზნესიც, ფარმაციის ბიზნესიც და ისეთ გარემოს ქმნიან, რომ ადამიანის წნევის თამაშზე ფულს აკეთებენ და ისი რა ქვია, ადამიანის ჯანმრთელობით ცდილობენ, რომ კაპიტალი დააგროვონ და არ ცხენიათ, რომ $3,000-ში 3 მილიონი გააკეთონ. და ამას ბიზნესს ეძახიან, ეს ვითარება გვაქვს შექმნილი. ასე რომ ვითარება ძალიან მძიმეა და გამოსავალზე ბრძანეთ თქვენ. გამოსავალი ბევრი არსებობს. თქვათ, ინდივიდუალურ დონეზე გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენს ტელემაყურებელს ვთხოვოთ, აი ისეთ ტელემაყურებელს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, რომ გაიმრავალფეროვნეთ საინფორმაციო წყაროები. მხოლოდ ერთი წყაროდან ნუ იღებთ ცნობებს და ცოტა კრიტიკულად შეხედეთ ვითარებას, ცოტა უფრო მეტად დავფიქრდეთ, ცოტა უფრო მეტი ეჭვი შევიტანოთ სამთავრობო პროპაგანდაში და ოპოზიციის პროპაგანდაშიც კი ბატონო, მარტო ერთ მხარეს არა. როცა ცოტა მეტ შეკითხვას დავსვამთ, მერე შეიძლება უფრო მეტი ესე იგი თვალსაჩინო, უფრო გაგვიფართოვდეს ჩვენი თვალსაჩინო. სხვა დონეზე გამოსავალი არის ის, რომ ნელ-ნელა უნდა ჩავაჩოჩოთ ჩვენ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციური კლასიც და მისი დიდი ნაწილიც, რომელიც ასულდგმულებს ხოლმე თავისი უპასუხისმგებლობით, უნიათობით, ზედაპირულობით და პროვოკაციულობით, აი ამ სასტიკ რეჟიმს, ხო? მათ მიმართაც კრიტიკული უნდა ვიყოთ და ისინიც უნდა გავრიყოთ პოლიტიკური ველიდან. ასე რომ გამოსავალი საბოლოო ჯამში არის, რომ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიყოთ და უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილები ვიყოთ იმ ცნობების მიმართ, რომლითაც გვახჩობს ყველა მხარე. კი, ბატონ ლევან, ასევე მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ EUTOS მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5,000 ლარიანი ჯარიმით დაჯარიმდა, ხომ? აქციაზე მისვლის და იქ დგომისთვის. ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალი, ხომ? აი ასე არის ყოველ შემთხვევაში წარმოჩენილი, ვინც იცის რა შეიძლება მოყვეს აი ამ ყველაფერს, როდესაც აი ასეთი დამოკიდებულებით ხარ, შენ, თქვათ, დიპლომატებთან, აი ასეთი განცხადებები, რომელიც გაკეთდა შემდეგ აი ამ ყველაფრის მერე კეთდება და ის რომ მაგალითად შეიძლება ამ ადამიანებს საზღვარიც კი არ გადმოაკვეთინონ მალე, მაგალითად ასევე მოვისმინეთ, რომ კობახიძემ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით გააკეთა კიდევ ერთი ისეთი განცხადება, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია და რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს ადამიანი არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. აქ თუ არა რეალურად ამ ადამიანებს, მე მინდა საზოგადოებისთვის გკითხოთ ეს, რომ ისევ საზოგადოებას კონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შემდეგ დაგემშვიდობებით, ვიცი რომ დრო აღარ გაქვთ და ბოლო კითხვა იქნება ეს ჩემი. აქ თუ არა ამ ადამიანებს იმის უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ამგვარი ჩართულობა კონდეთ. მაგალითად ის რომ მივიდნენ აქციაზე და დადგნენ და თუნდაც იმ ადამიანებს რაღაცნაირად
კითხონ და მათი მდგომარეობის შესახებ გქონდეთ ინფორმაცია. იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდა ასეთია, ზოგადად დამოკიდებულება ასეთია, რომ მათ არ აქვთ უფლება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ. თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორია სწორი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება. მაგრამ აი ამ დიპლომატებს თუ ლიდერებს აქვთ უფლება სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც წარმოადგენენ მათი ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ხომ, ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინი მხოლოდ ძალაუფლების მქონე პირებს კი არ ელაპარაკებიან, მხოლოდ ძლიერ თამაქვეყნისთან კი არ აქვთ კავშირი. არამედ ელაპარაკებიან სხვებსაც, ინტერესდებიან რიგითი მოქალაქეების ბედითაც, საპროტესტში ჩართული ადამიანების ბედითაც. დიპლომატის მოვალეობა ეგ არის, როცა ამ ქვეყანაში მუშაობს, იცოდეს ამ ქვეყნის ყველა ფენის ინტერესი. ჩვენ რო ყავს დიპლომატები მარტო მინისტრებს და დეპუტატებს რო ხვდებიან და საერთოდ აზრზე არ არიან იმ ქვეყნებში რა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ვითარდება, აბა ეს არის საქმე, ასე რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ თქვა პეტერ ფიშერი მიდის ოპოზიციონერებთან და მათ ელაპარაკება. მიდის ხელისუფლებასთანაც მათ ელაპარაკება, ხო? რაც შეეხება ეუთოს თავმჯდომარეს, ხო? ეუთო მაგისტრისაა შექმნილი. ღირებულებები დაიცვას მთელ სოფლიოში და ხა ეუთოს თავმჯდომარე თუ მიტინგზე ვიღაცას დაელაპარაკა, იმას 5,000 ლარით რო აჭარივებ, ეს ნიშნავს, რომ შენ დებოშს უწყობ მას. და არა მხოლოდ დებოშს უწყობ, არამედ სასაცილოდ იხდი საკუთარ თავს, რომ აი იმდენად პატარა ხარ, იმდენად უსუსური ხარ, იმდენად დაკომპლექსებული ხარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს 5,000 ლარიან ჯარიმას უწერ და ამით საკუთარ თავმოყარეობასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. ხო და ქვეყანასაც არცხვენ მთელი მსოფლიოს დონეზე, რომ თითქოს მინისტრმა გადაკეტა და ბლოკირება გაუკეთა რუსთაველის პროსპექტს. ეს ხო ტყუილია, ჩვენ ხო ყველა ვხვდებით. უმრავლესი მადლობა. აი ამ მასწრად აგდების პირობებში, როცა ეს ადამიანები თავიანთ პირად კომპლექსებს გადაანაცვალებენ ხოლმე საერთო ქვეყნის იმიჯს და ინტერესებს. კი ბატონო, უმრავლესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩემ კითხვებს. ჩვენ რამდენიმე წუთში გადაცემის მორიგი სტუმარი შემოგვერდება პირდაპირ ეთერში.